გონიათ რომ ეს ჩვენ შეგვაშინებს უკან დაგხვევს. თბილისის მერიაში მუშაობის 17 წელი ერთი მოკლე განცხადებით დასრულდა. ლანა ქარდავა თბილისის მერიის პრესსამსახურიდან მაშინ გაათავისუფლეს, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე იყო გასული. გათავისუფლების ცნობა თანამშრომლობის შეწყვეტაზე არაფერს ამბობს, მაგრამ ბევრს ამბობს ლანას პროტესტი რეჟიმის გადაწყვეტილებებისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეჯგარაშია, რომ ის ერთ-ერთია იმ ათობით თანამშრომელს შორის, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების რეპრესიების მსხვერპლი საპროტესტო პეტიციაზე ხელის მოწერისა და საპროტესტო აქციაზე დგომის გამო გახდა. რამდენიმე ჩატში ვარ მე და აი საათში 3-4 გათავისუფლების შესახებ ვიგებდით. ჩვენ დავისაჯეთ იმის გამო, რომ პირველ რიგში ამ პეტიციაზე ხელმოწერის გამო, პირველ რიგში ამ ევროინტეგრაციის ღიად მხარდაჭერის გამო და რა თქმა უნდა იმ აქციებზე დგომის და იმ დემონსტრანტებზე სასტიკი ძალადობის ღიად დაგმობის, ჟურნალისტებზე ძალადობის ღიად დაგმობის და ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიციის ხმამაღლა გამოხატვის გამო. ლანა ქარდავას მსგავსად ქალაქის მერიიდან გაათავისუფლეს ბევრი სტაჟიანი თანამშრომელი. გაათავისუფლეს უვადო ხელშეკრულების მიუხედავად გიგა სოფრომაძე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. სოფრომაძეს უთხრეს, რომ პროგრამები, რომელიც შშმ პირების დასახმარებლად ხორციელდებოდა, დასრულებულია. სინამდვილეში ისიც პოლიტიკური ანგარიშწორების მოტივით დაითხოვეს. გიგა რუსულ კანონს, შემდეგ ევროინტეგრაციის შეჩერებასა და არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე სასტიკ ძალადობას აპროტესტებდა. ზოგი დასაჯეს ისე რომ ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელეს. ჩემ შემთხვევაში უვადო ხელშეკრულება მაქვს 2019 წლის ივნისიდან მოყოლებული, იმიტომ რომ დაახლოებით მერვე წელი სრულდებოდა წელიწადს მუშაობდი თბილისის მერიაში და ჩემ შემთხვევაშიც თბილისის მერმა გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა, თუმცა დოკუმენტებში რაც გამოვაქვეყნა კიდე წერია, რომ ხელშეკრულება უბრალოდ შეწყდა და ჩვენ გარდა იმისა, რომ ამ ყველაფერს უკავშირებთ იმ აქტიურობას, რასაც არა მარტო თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილი, არამედ ბევრი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი გამოეხმაურა. ყოველ დღე ადამიანებს ურეკავენ ტელეფონზე და ეუბნებიან, რომ ისინი გათავისუფლებული არიან სამსახურიდან, საჯარო რეესტრიდან მაგალითად 86 თანამშრომელი გაათავისუფლეს რამდენიმე დღის წინ. პრობაციის სამსახურიდან გათავისუფლებულია 80-ზე მეტი თანამშრომელი. გათავისუფლებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსი. მოკლედ, ყველა ის პირი, რომლებიც აქციებში მონაწილეობდნენ, თუმცა გათავისუფლების მომლოდინეთა რიგი აღმოჩნდა, რომ ბევრად გრძელია, რადგან საჯარო უწყებებში ძალიან ბევრი თანამშრომელია, ვინც საპროტესტო პეტიციას ხელი იმის მიუხედავად მოაწერა, რომ ამ რეჟიმისგან სადამსჯელო ნაბიჯსაც ევლოდა. ყოფილვარ მარტო მე, რომელიც მოხვდია ამ რეპრესიების მსხვერპლი, იყვნენ სოციალური მუშაკები, ჩვენი პროფესიული ზედამხედველი, აგრეთვე რამდენიმე თვის წინ გავიგეთ, გუშინ გავიგეთ, რომ ჩვენი დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ანალოგიურად გაათავისუფლეს სამსახურიდან და ნამდვილად ასე არის, ეს არის ქვეყანაში არსებული რეპრესიები, დევნა ზუსტად პოლიტიკური შეხედულებების გამო, ამ ადამიანებისთვისაც რა თქმა უნდა არ არის ცნობილი მიზეზი და არავინ არ გვისაბუთებს თუ რა იყო რეალურად ჩვენი გათავისუფლების საფუძველი. მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 31 დეკემბერს 20 საათსა და 37 წუთზე თურმე კანცელარიის პროგრამაში დამეწერა თანდართული შეტყობინება. ეს არის ნამდვილი საახალწლო საჩუქარი, რომელიც გუშინ ვნახე შემთხვევით და მთელი ცხოვრება მემახსოვრება. დიახ, პირველი თებერვლიდან ვემშვიდობების საქმეს სამსახურს, რომელსაც ჩემი ცხოვრების 10 წელი მიუძღვენი. რატომ მიშვებენ? დიახ, სწორად მიხვდით. შეგნებულად არ დავწერ იმ ორ სიტყვას, რომელიც ასე მეზიზღება და უსამართლობის, უსუსურობის შეგრძნებას მიჩენს. გასული ერთი თვე იყო ჯოჯოხეთური და ბოლომდე მჯეროდა, რომ ჩემი სამსახური განსხვავებული იყო და არ გადამაყოლებდა ჩემი აზრის გულწრფელად გამოხატვას და იმ სამი თანამშრომლის დაცვის მცდელობას, რომლებსაც ხელშეკრულებები არ გაუგრძელდათ. იმ საჯარო მოხელეების დასახმარებლად, რომლებიც ოცნების რეჟიმის რუსული რეპრესიების ობიექტები გახდნენ, სპეციალური ფონდია შექმნილი. ფონდი უკანონოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული მოხელეების დასახმარებლად აგროვებს და გასცემს თანხებს. მართლაც ბევრმა მოგვბართა ბოლო 2 დღის განმავლობაში და ვაგრძელებთ ჩვენ ამ პროცესს და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ ამ თანხების გაცემას იმ ადამიანებზე, ვინც რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა სამსახურიდან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბიზნესი გააგრძელებს ჩვენი ფონდის დაფინანსებას, იმიტომ რომ მარტო არ ვართ, მათი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან გამჭვირვალედ ამ საქმის კეთებას.
მომავალ კვირაში სტატისტიკა უფრო ზუსტი გახდება. სავარაუდოდ ჯამში 300-ზე მეტი საჯარო მოხელე სამსახურებიდან უკვე დათხოვილი ხავთ. რეპრესიები თბილისის მერიის, ბათუმის მერიის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარდა ოცნების რეჟიმმა პრობაციის სააგენტოს, სამხარაულის ბიუროსა და რეესტრის თანამშრომლების წინააღმდეგ უკვე ამოქმედა. თუმცა ცხადია, რომ ამ სადამსჯელო ღონისძიებას მომდევნო კვირიდან ისევ გააგრძელებენ, რადგან არც აქციები წყდება და უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ სოლიდარობასაც ჯერ კიდევ საჯარო სამსახურებში დარჩენილი თანამშრომლები ღიად და მკაფიოდ გამოხატავენ.